საფრანგეთში ახალი პრემიერის საბიუჯეტო პოლიტიკას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოყვა. მრავალათასიანი მსვლელობები, რომელიც პარიზში, მარსელში, ლიონსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში დაიწყო, პოლიციასთან დაპირისპირებაში მალევე გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ხელმსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. თავარია რომ თავიდან ავირიდეთ ქაოსი, სამართალდამცველებმა ეს მისია შეასრულეს. ჟანდარმერიამ მკაცრი საპოლიციო ღონისძიებების გატარება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა მათი მიმართულების სხვადასხვა საგნები ისროლეს. დაკავებულია 300-მდე დემონსტრანტი, დაშავდა 24 პოლიციელი, 100-მდე აქტივისტი და 1 ჟურნალისტი. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პოლიციას, ცვალებადი მთავრობების უნარობამ, ძალადობისა და დაუსჯელობის სივრცეების შექმნა. აქციების პარალელურად პროფკავშირების ორგანიზებით დაიწყო მასობრივი გაფიცვაც. რის გამოც შეფერხდა ენერგოსაწარმოებისა და ტრანსპორტის მუშაობა. დახურული იყო მეტრო, აფთიაქები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. პროფკავშირები პრეზიდენტ მაკრონის რეფორმასაც აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს. ხალხი გაღარიბებულია, ბიუჯეტის შემცირება პენსიონერების ხარჯზე მიუღებელია, მაგრამ რა ვქნათ, რომ ჩვენს მთავრობას არაფერი ესმის. შეშინებული ვართ, არ ვენდობით პრეზიდენტს, რომელიც ერთი მეორეზე დიდ სისულელეებს აკეთებს. მაკრონი უნდა წავიდეს, ხალხს შეა, ახალგაზრდების სასოწარკვეთილი არიან, იმდენი პრობლემა აქვთ. მაკრონი დაგვრცინის, მან სამხედრო მინისტრი პრემიერად დაგვინიშნა, ეს პროვოკაციაა. ოფიციალური პარიზი ფისკალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ვერ უმკლავდება. საფრანგეთის ეროვნული ვალი ამჟამად 3,3 ტრილიონ ევროზე მეტია. მოსახლეობის აზრით პრემიერ-მინისტრების ხშირი ცვლა პოლიტიკურ კრიზისზე მიუთითებს, რომლის მიზეზიც ემანუელ მაკრონის არაეფექტური მმართველობაა.